გამარჯობა კიდევ ერთხელ მივესალმებით მათ ვინც ახლა შემოგვიერთდა რადიო მედიის პირდაპირ ეთერში განვაგრძოთ მუშაობას 14 საათი 19 წუთი გახლავთ და ჩვენ სტუდიაში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საკპატენტის თავმჯდომარეს ბატონ სოსო გიორგაძეს მასპინძლობთ. გამარჯობა. დღემშვიდობის მადლობა მოწვევისთვის. თქვენ მადლობა სტუმრობისთვის და ბატონი სოსოს მასპინძლობის თავარი მიზეზი გახლავთ რიგით 62-ვე გენერალური ასამბლეა ინტელექტუალური საკუთრების სოფლიო ორგანიზაციისა, რომელიც ჟენევაში გაიმართა და სადაც ამჯერად საქართველოს არ იყო უბრალოდ გახსნაზე ჩასული, არამედ მონაწილეობდა რამდენიმე ქვეყანასთან ერთად იმ ფორმატში, რასაც ქვია ალბათ საკუთარი სხვადასხვა სახელმწიფოების მხრიდან საკუთარი ინტელექტუალური თუ კულტურული საკუთრების წარმოჩენა უძველესი დროიდან დღემდე და აი საკუთარი კულტურული შესაძლებლობების დემონსტრირება. მოკლედ ეს იქნება ერთი თემა, რომელსაც ჩვენ გამოვეხმაურებით და ასევე მეორე ნაწილი, რომელიც უკავშირდება ზოგადად საკუთრების ადგილწარმოშობის და იმ კომპონენტების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რომლებსაც ასე ვთქვათ საკპატენტის უწყება ფარავს და ამ მხრივ მოზარდებში ცნობიერების ამაღლება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი აი ამ ორ თემას ჩვენ გამოვეხმაურებით და დავიწყოთ ალბათ ჩვენ ვიპოს იმ ინტელექტუალური საკუთრების სოფლიო ორგანიზაციის ღონისძიებით, სადაც საკმაოდ მრავლობითად იყავით წარდგენილნი. პირველ რიგში გითხარით 62-ვე გენერალური ასამბლეა, სადაც 200-მდე წევრი ქვეყანაა გასაგებია, ისინი ვინც გაეროს სივრცეში არიან. ეს ასამბლეა ახალი არ არის, 62-ვეა. ამ შემთხვევაში ეს იყო კონკრეტულ მიმართულებებზე დაფუძნებული რაღაც კონკრეტულ საკითხებზე აქცენტირებული თუ უბრალოდ ზოგადად თავშეყრის სივრცე იყო ზოგადი საკითხების განხილვა, აზრებისა თუ გამოსვლების გაზიარებისთვის თუ რა, ანუ ორ კითხვას ვაერთიანებ, ერთი რითი განსხვავდებოდა წლევანდელი ასამბლეა და მეორე წელს რატომ ვიყავით ჩვენ საკუთარი კულტურის დემონსტრირების რარგში წარმოდგენილნი. ინტელექტუალური საკუთრების სოფლიო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა იმართება ყოველწლიურად ჟენევაში, სადაც ასევე მის ცენტრალური ოფისი მდებარეობს და აერთიანებს 194 ქვეყანას, რომლებიც გარდა 194 ქვეყნისა მასში მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მონაწილეობენ რა თქმა უნდა სხვადასხვა სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი რანგის მინისტრები, ასევე შესაძლოა პრემიერ-მინისტრები, დიპლომატიური რანგის წარმომადგენლები, საკმაოდ დიდი ღონისძიება ყოველწლიურად. პირველ რიგში მის შინაარსი დატვირთვა ეს არის ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება. მოგეხსენებათ, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ერთ-ერთი ყველაზე საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებია, იმიტომ რომ ერთ ქვეყანაში დაცული იყოს და მეორე ქვეყანაში არ იყოს დაცული, ცოტა რთულად წარმოსადგენია, იმიტომ რომ გამოგონება ტექნოლოგიების სწორედ ის სფეროა, რომელიც მუდმივად მთელ მსოფლიოში ერთიანად ვრცელდება. გახსნილ სამყაროში. რა თქმა უნდა, თანაბრად ვრცელდება, ასევე ის ქვეყნები, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ვაჭრობაში, შესაბამისად ისინი დაინტერესებული არიან სასაქონლო ნიშნებითა და დიზაინის დაცვით მათ ქვეყანაში, ასევე გეოგრაფიული თუ ადგილწარმოშობის დასახელების პროდუქტების დაცვით. ამიტომ მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა საკითხები იყრის თავს, რომელთა გადაწყვეტა ხდება ფიზიკურ ფორმატში, მათ შორის შესაძლოა ის იყოს კენჭისყრა, შესაძლოა იყოს კონსენსუსი, სხვადასხვა საერთაშორისო ნორმების დახვეწისა და ახალი ნორმების მიღების მიზნით. ეს არის რა თქმა უნდა ძირითადი დედააზრი ყოველწლიურად გენერალური ასამბლეის გასამართად. გარდა ამისა, თითეული ქვეყანა, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქვეყნები, წარმოადგენენ თავიანთ პროგრესს, თავიანთ ასე ვთქვათ, გამოწვევებს ამ დარგში და აცნობენ საერთაშორისო საზოგადოებას. ამავე ფორმატში იქ სადაც იკრიბება დაახლოებით 1000 დელეგატი მთელი მსოფლიოდან, როგორც უკვე აღნიშნე, არამხოლოდ საპატენტო ოფისებიდან, არამედ არიან მთავრობის, სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამ ფორმატში რამდენიმე ქვეყანას ყოველწლიურად საშუალება ეძლევა წარმოაჩინოს თავისი კულტურა და ისტორიული მემკვიდრეობა. ბუნებრივია, ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ პირველ რიგში იქ, სადაც საერთაშორისო საზოგადოება იკრიბება, დიპლომატიური დაწყებოდი, როგორც უკვე აღნიშნე, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც, ყველა ქვეყანას სურს, რომ თავისი კულტურა წარმოაჩინოს და გააცნოს მთელ მსოფლიოს. ეს არ არის მხოლოდ სიამაყის დემონსტრირება ან საკუთარი ღირსშესანიშნაობის წარმოჩენა, არამედ მას
საკუთარი კულტურის გაცნობას სხვა მნიშვნელობაც აქვს, ეს იქნება ტურიზმის, ეკონომიკური მიმზიდველობის თუ პოლიტიკური აქტივობის თვალსაზრისით, ამიტომ მას ძალიან მრავალმხრივი დანიშნულება აქვს და ბუნებრივია საქართველოს მხრიდან საკუთარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენასაც ჰქონდა თავისი კონკრეტული დანიშნულება. კიდევ ერთხელ გვინდოდა მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა რას წარმოადგენს ქართველი ხალხი. მათ შორის ჩემს შემთხვევაში, რომელიც გახსნით ღონისძიებაზე მე წარმოვთქვი, იყო რომ ამ შენობის წინ 194 ქვეყნის დროშაფრიალებს ყველა დროშის უკან დგას მისი ქვეყანა, მისი კულტურა, მისი ისტორია და დღეს ჩვენ გვინდა რომ გაჩვენოთ რა დგას ქართული ხუჭვრიანი დროშის უკან. პირველ რიგში ეს არის ქართველი ხალხი, მისი კულტურისა და ისტორიის შემოქმედი და რა თქმა უნდა არის მისი კულტურა და ისტორიული მემკვიდრეობა, რომელსაც წარმოდგენა იყო სამ კომპონენტიანი. პირველი ეს იყო გამოფენა, სადაც რა თქმა უნდა ვერც გამოფენით, ვერც კონცერტით, ვერც ერთი წიგნით, ვერც ქართული ისტორიის გადმოცემა, ქართული კულტურის გადმოცემა ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ეს არის უძველესი და მრავალმხრივი, ბუნებრივია მოცულობითი, მაგრამ საუკეთესო საშუალებები, რაც ყველაზე ეფექტიანია და ამავდროულად ეფექტური, ის შევარჩიეთ. გამოფენა აერთიანებდა 1700 წლიან ქრისტიანულ კულტურას, 8000 წლიან ღვინის მემკვიდრეობას, რომელიც შესაბამისი ექსპონანტებით იყო წარმოდგენილი, ბუნებრივია. შუა საუკუნეების საქართველო იყო ოქროს ხანა, თამარის მეფობა, შოთა რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი, წარმოდგენილი იყო ქართული სამოსი, რომელიც ძალიან თვალის მომჭრელია და საინტერესოდ გამოიყურება. წარმოდგენილი იყო ექსპონანტები უძველესი ქართული, მათ შორის ვანში აღმოჩენილი საიუველირო ექსპონანტები. და რა თქმა უნდა ცენტრალური ჩვენ ასე გადავწყვიტეთ რომ ცენტრალური გამოფენის ცენტრალური ნაწილი იყო ქართული ამბანი და ვფიქრობ რომ ეს შესაძლოა განსხვავებული მოსაზრებები არსებობდეს, მაგრამ არასადაო რომ ქართული ამბანი არის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი ჩვენი კულტურის. ბუნებრივია მისი სამი ნაწილი იყო წარმოდგენილი. ვფიქრობ რომ ვიზუალურად ძალიან ეფექტური იყო, სადაც ასე ვთქვათ შესაბამისი მოწყობა იყო ამის, სადაც ქართული ამბანი სამივე ფორმის იყო გამოჩენილი შესაბამისი განათებით. რა თქმა უნდა, ჩვენ დამთვალიერებელს უხსნიდით, რომ ჩვენ გვაქვს ქართული ენის სპეციალური ჯგუფი და ოჯახი, რომელიც უნიკალურია მთელ მსოფლიოში და არც ერთ სხვა ოჯახში არ წევრიანდებით. ეს იყო ერთი ნაწილი, საგამოფენო ნაწილი, მეორე ნაწილი იყო თეკვა და სიმღერა. თუ კი რამის აღქმა შეუძლია ადამიანს, ეს არის თვალი და სმენა. და ორივეზე განსაკუთრებულ ეფექტს ახდენს ქართული კულტურა. მოსასმენად ქართული სიმღერა, მრავალხმიანი სიმღერა, უნიკალურია და ვისაც სმენა შეუძლია, ძალიან ადვილი აღიქვა რას წარმოვადგენთ და ვინც ხედავს და შეუძლია აღიქვას ცეკვა, ქორეოგრაფია და მისი სიღრმეების ჩაწვდეს ქართული ცეკვა, ეს არის უნიკალური მოვლენა მთელ მსოფლიოში, საუკეთესო და შევძელით რომ სუხიშვილებმა ქართულმა ნაციონალურმა ბალეტმა და ბასიანმა, მე ვფიქრობ, რომ სოფლის საზოგადოებას არაჩვეულებრივად აჩვენა, რას წარმოადგენს ქართული კულტურა. ზოგადად სიმღერაც და ცეკვაც ეს არის იმ ემოციების გამოხატულება, რომელსაც ამას თუ ეს ერი განიცდიდა და განიცდის. პლასტიკაში გამოხატული კულტურა. პირველი იმისთვის, რომ გქონდეს დიდებული კულტურა, ამ შემთხვევაში გულისხმობთ ის, რაც გამოხატულია გინდათ ქორეოგრაფიით, გინდათ სიმღერით, ეს არის რომ რა ემოციები განიცადა შენმა ხალხმა ისტორიულად, ეს დიდარი ემოციური კულტურა უნდა გქონდეს და მეორე უნდა შეძლო ძალიან ნიჭიერად რომ ეს ემოციები სწორად გამოხატო, თორემ მარტივი ემოციების მარტივად გამოხატვა ყველა შეუძლია და დროში ეს ადვილად მიღწევადია, მაგრამ ქართული კულტურა განსაკუთრებული იმიტომაც არის რომ იშვიათი განსაკუთრებული ნიმუშები შექმნა სჭირდება დრო. არც სიმდიდრე ყოფნის ამას და არც მოსახლეობის რაოდენობა. ის რაც იშვიათია ძალიან იშვიათად იქმნება, განსაკუთრებული მოვლენები იშვიათად ხდება და განსაკუთრებული შედევრებიც იშვიათად იქნება. ამიტომ დროის გარეშე ისეთი კულტურა როგორი ჩვენ გვაქვს არ იქნება, ბუნებაში ვერ შეიქმნება. ამიტომაც გვინდა არ გვინდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი რაც ჩვენ კულტურას განსაკუთრებულს ქმნის არის დრო. უზარმაზარი 3000 წლიანი კულტურა გვაქვს მარტო სახელმწიფოდ ყოფნის. შესაბამისად ეს არის ის მნიშვნელოვანი გარემოება რომელიც ქართულ კულტურას უნიკალურს ხდის. თეკვასთან და მუსიკასთან ერთად და ვიდრე მესამე ნაწილზე გადავალ აუცილებლად უნდა ვთქვა რომ იმ დარბას, ანუ მოდიოდნენ სტუმრები, ჩემი კოლეგები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ელჩები, თითქმის ყველა ამბობდა ერთ რამეს, რომ ამ დარბას ასეთი ემოციები არ ახსოვს. 3000 წლის კულტურა, რომელიც 3000 წლის განმავლობაში 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 3000
ძალიან ძნელია ამის მოყოლით გადმოცემა, თუნდაც კადრებით გადმოცემა. ადამიანები აღფრთოვანებულები იყვნენ, როდესაც უყურებდნენ ან უყურებდნენ ცეკვას, უსმენდნენ მუსიკას. მესამე კომპონენტი, რომელიც მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო კომპონენტია მათ შორის, ეს იყო ქართული სამზარეულო და ღვინო. რა თქმა უნდა, სტუმრებს გავუმასპინძლდით ქართული კერძებით და ქართული ღვინით, ასევე ჭაჭით, რომელიც ჩემდა გასაკვირვად უნდა ვთქვა, რომ არანაკლები ინტერესი იწვევს ვიდრე ღვინო. მე შეიძლება ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, თუმცა მგონია რომ უფრო ქართველებსაც ასე უყურებთ, ჩვენთვის ალკოჰოლურ პროდუქტებში პირველ ადგილზე ღვინოა და მეერე ცოტათი კი არა და კაი გვარიანად ქვემოთ დგას ჭაჭა. იმიტომ რომ რა ვიცი, იმდენი გვარის ღვინო გვაქვს, ისეთი განსაკუთრებული, რომ ჩვენ ასე ვაფასებთ ყოველ შემთხვევაში. თუმცა უნდა ვთქვა, რომ სტუმრები არანაკლები, ესე ვთქვათ, შეიძლება მათი რეიტინგი სხვა ინტერესით ხდებოდნენ ჭაჭას. ეს იყო სამი კომპონენტი, რომელსაც ჩვენ ეს ღონისძიება გავაკეთეთ. რა თქმა უნდა, შეიძლება გაჩნდეს ესეთი კითხვა, რომ აი რამდენჯერ უნდა ვაჩვენოთ ეს ჩვენი კულტურა? ბევრჯერ. ჩემი პასუხია, რომ რამდენჯერაც საშუალება იქნება. რამდენჯერაც საშუალება გვექნება ქართული კულტურა ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მსოფლიოში და რაც შეიძლება ხშირად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ არის მხოლოდ სიამაყის დემონსტრირება და საკუთარი სიმდიდრის ჩვენება. ამას კონკრეტული შედეგები მოყვება. საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ისინი ქვეყანას არ უნდა უყურებდნენ მხოლოდ როგორც პატარა კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალს. ეს ქვეყანა და საერთოდ ნებისმიერი ქვეყანა, რა თქმა უნდა, არის კონკრეტული მის საზღვრებში მოქცეული გეოგრაფიული ტერიტორია და არის პირველ რიგში რა თქმა უნდა ხალხი. შესაბამისი რაოდენობით, მაგრამ ქვეყანა ქმნის თავის სულიერ მემკვიდრეობას. ადამიანი ქმნის თავის და უნდა შექმნას სულიერი მემკვიდრეობა და ეს არის ის, რაც დროში გვიგროვდება. ერთი წამი არ არის საქართველოს და არც ერთი საუკუნე არ არის საქართველოს და არც ერთი წელი არ არის. და არც ერთი თაობა არ არის, რამდენადაც მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს თითეული თაობა კი არა, თითეული ადამიანი. ჩვენ გვაქვს ის, რაც ვაშენეთ. და განსაკუთრებული ნაწილი ქართული კულტურის ის არის, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ თვითონ ქმნიდით ჩვენს კულტურას, რა თქმა უნდა, მასე გავლენა ახდენ და სხვა კულტურებიც. და ეს ძალიან სწორია და ლოგიკურია, იმიტომ რომ ჩვენ თვითონაც გავცემდით და შეუძლებელია, რომ ქართული კულტურას გავლენა არ მოეხდინა დანარჩენ სოფლიოზე, იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ ცივილიზაციათა ჯვარედინი იყო და არის საქართველოს, მისი მდებარეობიდან გამომდინარე, გარდა ამისა, იმპერიათა შორის მართლა საჯილდაოქვა იყო, აი თუ გადავხედავთ, აი საქართველოზე ძალიან ხშირად გადიოდა უზარმაზარი იმპერიების საზღვარი. მაგალითად, რომსა და სპარსეთს შორის საზღვარი გადიოდა, არ მინდა რომ ეხა ეს ძალიან მიკერძოებაში ჩამეთვალოს, ჩემ სოფელს ვახსენებ ხოლმე საზანოდან ვარ. სკანდის ციხეა იქ. სკანდის ცნობილი ციხე. კი, შორაპანის ციხე იქ იმერამერის გამყოფი თავარი. არა მხოლოდ იმერამერის, სპარსეთისა და რომის ოთხივე მიმართულებით. კი, სპარსეთისა და რომის საზღვარი გადიოდა. წარმოიდგინეთ, როდის რამდენი საუკუნის. მერე ოსმალეთსა და ირანს შორის საზღვარი გადიოდა საქართველოზე, სამცხე-ჯავახეთი, ქართლი, კახეთი. ანუ მთელი მსოფლიო ისტორიის კულტურული ცივილიზაციების არსებობის მანძილზე საქართველოს იზიარებდა ამ კულტურულ შუაში იყო. და მუდამ ვიყავით აი ამ ტექტონიკური ძვრების შედეგების კი, ქართული კულტურა იღებდა დანარჩენ მსოფლიო და გასცემდა კიდევაც თავის ნაწილს და მისი უნიკალურობა მათ შორის იმითაც არის განპირობებული, რომ არასოდეს ქართული კულტურა იზოლირებული არ ყოფილა. და ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ კულტურა მიარსებოს. იზოლირებული კულტურა მდიდარი ვერ იქნება. ის უნდა იცნობდეს თანამედროვე მიმდინარეობს და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მისი ასე ვთქვათ, მუდმივად თანაზიარობა მსოფლიო კულტურასთან იყო გარანტია, რომ ქართული კულტურა იყო, არის და მომავალშიც იქნება ცოცხალი. ის არ ჩერდება, მუდმივად ვითარდება და ჩვენ რა თქმა უნდა გვჭირდება განვითარებული კულტურა. ეს იყო ჩვენი გამოფენის მთავარი სათქმელი. რა თქმა უნდა, გამოფენის გარდა საკ-პატეინს პირადად მე ჩვენს ელჩს, რომელსაც ასევე მადლობა მინდა უთხრა, განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა საქართველოს პირველ ლედის ქალბატონ თამარ ბაგრატიონს, რომელიც მობრძანდა ჩვენ გამოფენაზე და ეს არ იყო მხოლოდ დასწრება, მას ჰქონდა საშუალება, რომ ასე ვთქვათ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ელჩებთან ესაუბრა, რა თქმა უნდა, ინტელექტუალური საკუთრების სოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან და ხარდაჭერა იყო უზარმაზარი საკ-პატენტის, იყო ხარდაჭერა მთლიანად საქართველოს და ძალიან სიმბოლური და საინტერესო დატვირთვა ჰქონდა პირველი ლედის ყოფნა ჩვენს ღონისძიებაზე. როგორც უკვე აღვნიშნე, გარდა ამ
კულტურული ღონისძიების ნაწილისა ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა, გვქონდა გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლა, სადაც ვისაუბრეთ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში მიღწეული პროგრესი, ასევე ვისაუბრეთ რა თქმა უნდა გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. საერთო ჯამში შემიძლია ვთქვა, რომ შედეგიანი და პროდუქტიული გენერალური ასამბლეა გამოვიდა საქართველოსთვის. გარდა იმისა, როგორც აღნიშნა, რომ ქონდა საშუალება ჩვენი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა მსოფლიო საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, ასევე ჩვენმა ყოფნა ამ დელეგაციის შეხვედრებმა უკვე რამდენიმე საერთაშორისო სამომავლო და მნიშვნელოვან პროექტებზე იქონია გავლენა. ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს უკვე საშუალება გვექნება, რომ სწორედ ის პროექტები, რომლებიც განვიხილეთ და ნაწილობრივ შევეთანხმეთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, უახლოეს მომავალში დაიწყება და განხორციელდება საქართველოში. კი ბატონო. ეხლა ჩვენი საუბრის მეორე დასკვნით ნაწილში გამოვეხმაუროთ აუცილებლად იმ საზაფხულო ბანაკს, რომელიც ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები ამ სახელწოდებით უკვე შედგა, ხო? და ლოგიკურია, აბსოლუტურად სწორია ერთი მომენტი, რომ დღეს, როდესაც ჩვენ საკპატენტს ვახსენებთ და ინტელექტუალურ საკუთრებას, საავტორო უფლებებს და ასე შემდეგ, ეს იმდენად მოცულობითია და თანამედროვე რეალობაში იმდენად ჭრელია, აგერ კიდე დაემართა საერთოდ არ არსებული ცნება, რომელიც ალბათ 15-20 წლის წინ განხილვაშიც არ იქნებოდა 30 წლის წინ, ხო? ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პროდუქციის დიდი კითხვა, ვის რა ეკუთვნის, ვისი რა, იქ ვიღაცის მიერ შექმნილი მელოდია, ამან ოდნავ შეცვალა სხვანაირად წარმოგიდგინა, ეს ახლა ამ ხელოვნური ინტელექტის უკამჯდომი ადამიანის საკუთრებაა, ჰიპოთეტური ხელოვნური ინტელექტის თუ იმის, ვინც თავიდან შექმნა და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ნიუანსია. იმდენად მოცულობითია ამის თქმა მინდა და იმდენად ჭრელია, რომ ბევრის დასრული ადამიანიც იკარგება ამაში რა. იმიტომ რომ ადგილწარმოშობის ღვინო ჩვენ ფრაზა აღვიქვით, მე მგონია რომ ბოლო 15 წელიწადია, ხო? და ბევრი ნიუანსია. კარგია რომ ეს ბანაკი შედგა და აქცენტი გააკეთეთ, როგორც მე ვიცი, აქ იყვნენ მოზარდები, ხო? მოკლედ, როგორ შეაფასებთ ამ ბანაკს? მერია თბილისის მუნიციპალიტეტთან ერთად იყო, რამდენად ეფექტიანი იყო და ხო არ გიბიძგებს ეს შედეგი, თქვათ, არა მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტთან ერთად, არამედ რეგიონებშიც მოახერხოთ მსგავსი ცნობიერების ამაღლების აქტივობები. პირველ რიგში სურს თქვა, რომ ის უკვე მეორე წელია ჩატარდა და ასევე მომავალ წელსაც გეგმავთ, რომ თბილისის მერიასთან ერთად განვახორციელოთ ეს პროექტი. ორი ძირითადი მიმართულება იყო ჩვენთვის საინტერესო ამ პროექტში, როდესაც ჩავერთვეთ. პირველ რიგში ეს რა თქმა უნდა არის, რომ ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ცნობიერების ამაღლება და რა თქმა უნდა ახალგაზრდებში. და მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს არის მოზარდებში შემოქმედებითი უნარჩვევების განვითარება. ჩვენი მთავარი სათქმელი მოზარდებისთვის თითოეული ტრენერის, რომელიც საკპატენტიდან იყო ამ ბანაკში მივლენილი, იყო ის, რომ ინტელექტუალური შემოქმედება ეს არის ადამიანის უზარმაზარი რესურსი. ადამიანს საკუთარი ცოდნით, განათლებითა და შრომით შეუძლია ძალიან ბევრი მიზნის მიღწევა. აქედან გამომდინარე ჩვენ ვცდილობთ რომ ვესაუბროთ ახალგაზრდებს, რომ ყველას თუ კი იშრომებენ და ისწავლიან. ყველას აქვს საშუალება შექმნას ინტელექტუალური საკუთრება. შეიძლება მათ რაღაც გამოიგონონ, ახალი ტექნოლოგია შექმნან, შესაძლოა მათ უბრალოდ ბიზნესი გააკეთონ და სასაქონლო ნიშანი დაარეგისტრირონ, შესაძლოა წავიდნენ და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები აწარმოონ, როგორც ინტელექტუალური საკუთრების გეოგრაფიული აღნიშვნები თუ ადგილწარმოშობის დასახელებები. მაგრამ მთავარი არის ადამიანში შემოქმედებითი უნარჩვევების განვითარება. ადამიანი უნდა მიისწრაფოდეს სიახლისკენ და შემოქმედებისკენ და შექმნას. ეს ყველაფერი რაც იქნება მისი ინტელექტუალური შემოქმედების პროდუქტი, ეს არის ინტელექტუალური საკუთრება. ეს იყო მთავარი გზავნილი და არა მხოლოდ რა თქმა უნდა მოწოდება, არამედ კონკრეტულ ფაქტებს, კონკრეტულ შედეგებს, კონკრეტულ მაგალითებს ვაცნობდით და რა თქმა უნდა, როგორც უკვე აღნიშნე, ცნობიერების ამოღლება, რომ ადამიანებმა პატივი უნდა სცენ ინტელექტუალურ საკუთრებას. ისევე როგორც არსებობს მატერიალური საკუთრება, იქნება ეს უძრავი ქონება თუ სხვა ნებისმიერი რამ, ასევე ადამიანებს გააჩნიათ ინტელექტუალური საკუთრება, რომელსაც ზუსტად ისეთივე შეფასება, ღირებულება გააჩნია მათ შორის ეკონომიკური. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვების უფლება, სხვების შემოქმედება იყოს დაცული. აი ეს ორი ძირითადი გზავნილი იყო, რომელსაც ვესაუბრებოდით და ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი უნდა გავაგრძელოთ. სხვა მუნიციპალიტეტებს რაც შეეხება, ამ წუთში დაგეგმილი არ არის, თუმცა იდეა ბუნებრივია ძალიან კარგია და თუ კი ამის შესაძლებლობა იქნება, ჩვენ სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად განვიხილავდით
მსგავსი პროექტის გაკეთებას სიამოვნებით. იმიტომ რომ ეს ის ასაკია, რომლისთვისაც ამ მხრივ ინფორმაციის მეტი დოზით მიღება და სწორად გაანალიზება, შემდეგ ბევრ რამეს აადვილებს. შეიძლება ვიღაცისთვის ეს мотиваცია იყოს, რომ საკუთარ გამოგონებაზე იქნება თუ ინტელექტუალური პროდუქტის შექმნაზე ისევ გააგრძელოს მუშაობა, ან უბრალოდ ამ პროფესიას მიმდევარი გახდეს და ეძებოს როგორ შეიძლება და სად ის ბევრი ნიუანსია ამ თვალსაზრისით. ის სწორედ ამიტომ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ბევრი აქტივობა, ღონისძიება გავაკეთოთ, სადაც ჩართულები იქნებიან ახალგაზრდები, მათ შორის ბაღის ასაკის ბავშვებიც კი, იმიტომ რომ ჩვენ რამდენიმე პროექტი ქონდა და ღონისძიება, სადაც თბილისის ბაღებს, ბათუმის, სხვა მუნიციპალიტეტების ბაღებს გადავეცით ზღაპრები, რომლებიც შემოქმედებითი უნარჩვევების განვითარებაზე იყო ორიენტირებული და არის სპეციალურად ამისთვის შექმნილი. გარდა ამისა, სხვადასხვა ლიტერატურა, მათ შორის აღზრდელებს ჭირდებოდათ სახელმძღვანელოები. ამიტომ ეს ერთ-ერთი ჩვენთვის საკვანძო ნაწილია ჩვენი საქმიანობის, საკვატენტის. გასაგებია. დღეს არ არის ეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დაწესებული, ძალიან ბევრი დღეა, როდესაც გაერომ დააწესა რაღაცა ამის დღე, იმის დღე, კალენდარში ბევრია ასეთი რიცხვი, მაგრამ დღეს არის გემრიელად მირთმევის თუ გემრიელი კერძების დღე, საერთაშორისო დღე, ისე ვიმეორებ, ეს არ არის რაღაც ორგანიზაციის მიერ დაწესებული, მაგრამ რაღაცა ქვეყნებმა აიტაცეს და მიღებულია საერთაშორისოდ ასეთი რამ და ჩვენ როდესაც საუბრობთ ინტელექტუალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე, ჩვენი გასტრონომია ამ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი და მე კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩვენი გასტრონომიის შედეგები თუ გასტრონომიული მრავალფეროვნების მნიშვნელოვანი კომპონენტები საერთაშორისო ბაზარზე დაცვისთვის თქვენ გამოიყენეთ და სწორედ თქვენი იყავით ინიციატივა, თქვენი ორგანიზაცია, რომ მათი ქართულ ბრენდული წარმოშობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფორმალობის სრული დაცვით და იმ ქვეყნებში ყოფილიყო ზურგგამაგრებული, იმიტომ რომ ჩვენ თითქოს ამ მარტივ თემასთან მიმართებაშიც კი გარკვეული პრობლემები ქონდა, აღარ განვავრცობ ეხა დეტალებს და იმისთვის რომ დაცულობა იყოს და ისევ საქართველოს პოზიციონირება როგორც თუნდაც ამ შემთხვევაში გასტრონომიული მიმართულებით შედეგებისა თუ კულტურული მიღწევისა თქვენ სამსახურს ამ ხრივაც მოუწია მუშაობა და აი ამ თვალსაზრისით რაიმე ტიპის გეგმა ხო არა გაქვთ, რადგან ეხა უბრალოდ გასტრონომიაზე ვამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა როგორც ვიცი, რიგში ბევრი რამეა კიდე. გეოგრაფიული აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელების პროდუქტები, რომელსაც ჩვენ როგორც ინტელექტუალურ საკუთრებას ვიცავ, საქართველოს დიდი ხანია მადრიდის შეთანხმების მონაწილე ქვეყანა, თუმცა ერთი წელიც არ არის გასული, რაც ჩვენ მოახერხეთ ამავდროულად ჟენევის აქტს მივერთით, რომელიც კიდევ ერთი მყარი გარანტია იმისა, რომ საერთაშორისო დონეზე ქართული პროდუქტები იქნება დაცული. საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელების პროდუქტები რამდენიმე ათეული გვაქვს, დაახლოებით 70-ია, მათგან უმრავლესი ღვინოა და ეს ბუნებრივი ჩვენთან განსაკუთრებული კულტურა გვაქვს, არის რამდენიმე ერთეული ასევე ყველი თაფლი, რომელსაც დაცვა გარდა იმისა, რომ ეს რეგისტრაცია, აღწერა და პოპულარიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე ჩვენ ამ დაცვით ჟენევის ხელშეკრულებაზე მიერთებით ვცდილობთ, რომ იმ ქვეყანაში ეს პროდუქტი იყოს, სხვადასხვა ქვეყნებში პროდუქტი იყოს დაცული გაყალბებისგან და სხვა, ასე ვთქვათ, ცრუ მწარმოებლებმა არის სარგებლონ ქართული პროდუქტის რეპუტაციით და არ დაამზადონ უხარისხო ქართული პროდუქტი, სწორედ გარდა ამ ჟენევის აქტზე მიერთებისა ჩვენ სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ორმხრივ ხელშეკრულებებსაც ვხვდებთ, რომ ქვეყნები, მთავრობები, ხელისუფლება სხვა ქვეყნების და ჩვენც მათ შორის ორმხრივად ვიღებთ ვალდებულებებს, რომ ასეთი დარღვევებისგან დავიცავთ ქართულ უნიკალურ პროდუქტებს. იმიტომ რომ ეს თალსახად ამ პროდუქტის სიკარგე ასოცირებულია საქართველოსთან. ამ პრესტიჟის საკითხია, რომ როდესაც ადამიანი კითხულობს, რომ ეს არის ქართული პროდუქტი, გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული ან ადგილწარმოშობის დასახელების პროდუქტი, მან უნდა იცოდეს, რომ გარანტირებულად ხარისხიან პროდუქტს ყიდულობს და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ დონეზეც ვიმუშაოთ და საერთაშორისო დონეზეც. კი ბატონო. და მით უმეტეს დღეს, როდესაც ვთქვათ, თანამედროვე რეალობაში მუსირებს აზრი, რომ თანამედროვე მოცემულობაში
რთულია სასარგებლო საკვების მოძიება და ჯანმრთელობისთვის მეტი წელი საზიანოა, აქაც ასე ვთქვათ, კარგი პოზიცია გვაქვს იმისთვის, რომ სწორად განვავითაროთ ჩვენი შესაძლებლობა თუნდაც იგივე გასტრონომიულ ჭრილში, იმიტომ რომ თუნდაც ჩვენი ქართული ხორბლის აი ესეთი აღიარება და მისი დადებითი თვისებების ხელახლა თუნდაც ჩვენ მიერ აღმოჩენა და ჩვენი გასტრონომიის თუნდაც ქართული ხორბლით ზურგამაგრება კიდევ ერთი საშუალება იმისა, რომ კიდევ უფრო სხვანაირად წარმოჩინდეთ თანამედროვე რეალობაში. ამ აღიარებამ უზარმაზარი წვლილი შეიტანა არა მხოლოდ როგორც გასტრონომიის, არამედ ქართული კულტურის დემონსტრირებაში, იქ როდესაც საუბრობთ, არა მხოლოდ დიდი კულტურა იყო ხორბლი საქართველოში, არამედ სოფლიოში არსებული ჯიშებიდან მნიშვნელოვანი ნიწი, სწორედ მნიშვნელოვანი ნაწილი, სწორედ ქართული ენდემური ჯიშია, ეს არის უზარმაზარი საქმე. აი ძალიან დიდი საქმეა მართლა, იმიტომ რომ სულ რომ თქვა სოფლიოს არ ზუსტი ციფრი არ მახსოვს, დაახლოებით 20-ია შეიძლება, ან უფრო ნაკლები, და მე მგონია რომ უფრო ნაკლები, აქედან 4-5 ქართული ენდემური ჯიშია. წარმოიდგინეთ ჩვენი მსოფლიო ახლა რომ გადახედო მსოფლიოში ხორბლის წარმოების ქვეყნებს, მაგალითად კანადა, უკრაინა და მათ წარმოების პროცენტს მთელ სოფლიოში და იმასთან შედარებით ჩვენი ტერიტორია ალბათ იქნება 0 რაღაცა პროცენტი. ტერიტორიაზე რო ავიღოთ, მაგრამ ჯიშებს რო გადახედო, ლამის 50%. ხო, გეგონება ჩვენ იმაზე ხუჯერ მეტი ტერიტორიის მქონე სახელმწიფო ვართ, ან ვიყავით. ჩვენი ქვეყნის უნიკალურობა, ეს არ არის მხოლოდ მყირალა სიტყვები, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ. და მე ვფიქრობ, რომ ეს ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ. როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ ჩვენი კულტურისა და ისტორიის სიმდიდრეზე, არასოდეს არ უნდა გაგვიჩნდეს განცდა, რომ რაღაცას ვაჭარბებთ, ან ტრაბახობთ. პირიქით, ჩვენ თვითონაც კი ჯერ კიდე კარგად არ გვაქვს გათვითცნობიერებული, რა სიმდიდრის პატრონები ვართ და ეს მოცულობით პატარა, მაგრამ თავისი შინაარსით, ისტორითა და კულტურით უდიდესი ერი მსოფლიოში, რისი მატარებელი ვართ, რა გვიდგას უკან და რა გვაქვს წინ მომავალში. და ამ მხრივ ერთ-ერთი თავარი ორგანიზაცია, რომელიც ჩვენი მიღწევების სადარაჯოზე დგას, თქვენი ორგანიზაცია, ხო? დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის, ვცდილობთ რომ პატარა წვლილი ჩვენც შევიტანოთ. გინდათ არ გინდათ, ოფიციალურად ეს ასია. მადლობა. ხო, ნამდვილად ასია და ზოგადად თანამედროვე რეალობაში იმდენად გადახლართულია ძალიან ბევრი რამ, რაც უკავშირდება საკუთრებას, ავტორო უფლებას და ასე შემდეგ. ზოგჯერ ბევრისთვის შეიძლება დამავნეველიც იყოს ამ საერთაშორისო ორგანიზაციების დასახელებები, ამასთან ერთ ორგანიზაციასთან ვალიდურობა, მეორეს და მესამეს, თუმცა სწორედ ამ საერთაშორისო ორგანიზაციების არსებობა და მრავალფეროვნება არის ალბათ თანამედროვე ჭრელ სამყაროში იმის გარანტია, რომ ფორმალური თვალსაზრისით ერთი და იგივე შეფასების კრიტერიუმებით აღიქმებოდეს ესა თუ ის მოცემულობა, რომელიც დაცულია საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტების შესაბამისად. ყველა ბერკეტი, რომელსაც იცნობს სოფლიო, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი პროდუქტების, და არა მხოლოდ პროდუქტების, ინტელექტუალური საკუთრების, კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასთან, ყველა ბერკეტი საინტერესოა ჩვენთვის და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ყველა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დავიცვათ და გავაცნოთ სოფლიოს. მადლობა სტუმრობისთვის. როგორც თქვენი საუბრიდან მე მივხვდი, კმაყოფილი ხართ ფრიად 62 გენერალური ასამბლეით და თქვენი მარტო არ იყავით ზურგს გიმშვენებდნენ კულტურის წარმომადგენლები და ყველას მადლობა და თქვენი თქმისა. მადლობა, რა თქმა უნდა, დაწყებული ორგანიზაციით, რომელიც დაგვეხმარა გულისხმობ კოლექტიკას, სუხიშვილების ანსამბლით ბასიანის არაჩვეულებრივი იყო, როგორც სუხიშვილები, ასევე ბასიანი. მადლობა მინდა უთხრა საკპატენტის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული, ან არ იყო ჩართული, მაგრამ ხარჯს გვიჭერდა და როგორც უკვე აღვნიშნე, დიდი მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩვენს წარმომადგენლობას შენობაში და რა თქმა უნდა განსაკუთრებული მადლობა საქართველოს პირველი ლედის ქალბატონ თამარ ბაგრატიონს. მოკლედ, რამდენჯერაც შესაძლებლობა იქნება ჩვენი კულტურის დემონსტრირება მნიშვნელოვანია ზოგადად ყოველთვის.
კიდევ ერთხელ მადლობა სტუმრობისთვის საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საკვანტეთის თავმჯდომარეს ბატონ სოსო გიორგაძეს მასპინძლობდით და ძირითადი ჩვენი საგანი საუბრისა იყო ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების სოფლიო ორგანიზაციის 68-ვე გენერალური ასამბლეა, სადაც საქართველოს წილად ერგო პარალელურად ორ ქვეყანასთან ერთად საკუთარი კულტურისა თუ მიღწევების დემონსტრირება მოეხდინა. მართლაც ძალიან მოცულობითია ჩვენი მიღწევები და აბსოლუტურად გეთახმებით აი ამ მცირე მიწის ნაკვეთზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით თუ ავიღებთ და გლობალურ სურათს შევხედავთ ამ დედამიწისა, საოცარი მიღწევებია და იმაშიც აბსოლუტურად გეთახმებით, რომ აი ეს კულტურული მიღწევა არ არის ასე ვთქვათ, ერთი თაობის. ეს არის იმ უწყვეტი ჯაჭვის შედეგი, რომელიც იმედი მაქვს არასდროს დამთავრდება. იმიტომ რომ თუნდაც თქვენ ახსენეთ ორი ანსამბლი ახსენეთ ცეკვის, ხო? ეს ცეკვა ხომ? ეს ხომ გასაგებია რომ იგივე ცეკვა შეიძლება სარიტუალო იყო, საერთოდ სხვა დატვირთვისა იყო. და იქ რაღაც ერთ კონკრეტულ მოქმედებას მეორე თაობამ მეორე დაამატა მესამე შეიძლება ამ თაობათა ცვლილებების დროს საერთოდ შინაარსობრივადაც იცვლებოდა თუმცა ფორმა დარჩა ან იხვეწებოდა ან აკლდებოდა ეს არის ალბათ ის პროცესი რომელიც ჩვენ გვშველის ხო და თქვენ ახსენეთ ის რომ ხო ნუ ჩვენ აი ესეთ ადგილას ვართ აქ იზოლაცია ვერ გამოგვივა რამდენადაც არ უნდა ვეცადოთ და ალბათ სწორედ იმიტომ რომ ჩვენ აი ესეთი სიღრმისეული კულტურის შექმნა მოვახერხეთ ჩვენმა წინაპრებმა სხვადასხვა თაობებისა ალბათ სწორედ ამან შეგვიქმნა რაღაც უხილავი ფილტრი რომლითაც ჩვენ ადვილად ვახერხებდით და იმედი მაქვს მოვახერხებთ სხვადასხვა დიდი იმპერიებისა თუ კულტურების გავლენების ისე მიღება როგორც ეს ჩვენ შეგვავსებს და არა გაგზავრცავს ასე ვთქვათ იდენტობის დაკარგვის გარეშე რა თქმა უნდა და ეს ფილტრი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია და თუ არა გაქვს რაღაც მაღალი დონის კულტურა შესაბამისად ალბათ ეს ფილტრიც ვერ არის ისეთი ეფექტური. მოკლედ მადლობა კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ დროებით.